ეს არის ბრაუნის და ჩიზკეიკის მიქსი. გამოვიდა ღმერთო ჩემო. სამი ნაჭერი ისე შემომეჭამა, ვითომ ვიდეოს კადრებისთვის, რომ ვერც მივხვდი. გულის წასვლამდე გემრიელი გამოვიდა. ამ ბლოგისთვის რამდენ რამეს ვამზადებ. იშვიათად რამის გაკეთება მეორეჯერ მოვახერხო და აი ამ ბრაუნ ჩიზკეიქს ზუსტად ვიცი, რომ მეორეჯერ კი არა, მეასეჯერაც დაუბრუნდები. ეხლა რაც შეეხება რეცეპტს. კვერცხს დავუმატეთ შაქარი და გამნარი კარაქი. გადაურიეთ და შემდეგ დავუმატეთ ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი, ვანილი და მწიფვი მარილი. ისევ კარგად გადაურიეთ, ბოლოს დავუმატეთ შოკოლადის უდნობი წვეთები ან უბრალოდ დამტვრეული შოკოლადი. ცოტა ხნით გადავდგათ და ცალკე მოვამზადოთ ჩიზკეიკის მასა. კრემყოლს დავუმატეთ შაქარი და კვერცხი. კარგად გადაურიეთ და შემდეგ დავუმატეთ კენკრა. მე ჟოლო და შავი მოცხარი გამოვიყენე. ეხლაც ნერწყვი მადგება ამ ვიდეოს რო ვახმოვანებ. საცხობ ფორმაში აუცილებლად ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. მე როგორც ყოველთვის ვიყენებ ფრეკენბოკის პროდუქციას. ცხიმი მხოლოდ იმიტომ წავუსვი, რომ ქაღალდი დაფიქსირებულიყო. გადაიტანეთ ნაწილი ბრაუნის მასა, გაასწორეთ, შემდეგ ჩაუშვით მთლიანი ჩიზკეიკის მასა და ბოლოს დაასრულეთ დარჩენილი ბრაუნის მასით. გამოაწყოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთი. აუცილებლად სრულად გააგრილეთ, თორემ ნამცხვარი უბრალოდ დაიშლება. გემრიელად მიირთვით და მითხარით, რომ ვიდეოდან მიხვდით რა საოცრება გამოვაცხვე.